მოდა რაღაცა სოციუმი კარნახობდა ადრე ისტორიულ პერიოდშიც და ახლაც გარკვეულ სტილს, ფორმას. და ესე იგი იმ დროს მაღალი შუბლი იყო მოდაში და თმებს იპუტავდნენ, იგლეჭდნენ. რაც აშნელებებს აკეთებდნენ ადამიანები, ოღონდაც ყოფილიყვნენ ლამაზები. რას აკეთებდნენ ადამიანები თავიანთი სილამაზისთვის მთელი ისტორიის მანძილზე? ჯანმრთელობის საზიანო რამეც კი შეიძლებოდა ჩათვლილიყო სხეულის მშვენიერებად. ძალიან კომერციალიზებული არის ბევრი რამ და ზოგჯერ არ ექცევა ყურადღება ფსიქოლოგიურ პრობლემას, რასაც ქვია დისმორფოფობია, გადაჭარბებულად აღქმა ნაკლის, რომელიც შეიძლება ეს ნაკლი არც კი არსებობდეს, ხა შეიძლება სტატუს განასახიერებდეს ის, რომ უნაოჭოდ ბერდებიან რაღაცა. ანუ მაქვს საშუალება, ფული მაქვს თავსული და მე იმეის გოგო ვარ, რომელიც ზვირი ღირს თუ აი არ ვიცი. სად გადის სიზღვარი, როდესაც ეს მცდელობები და გაუმჯობესებები უკვე აშლობისკენ მიდის. რინოპლასტიკას ვინც მიმართავს, მათში პრაქტიკულად 53%-ს აქვს დისმორფოფობია. კიდე მომეწონა, მერე კიდე მინდა. ეს არის შფოთვა, რომელიც იწვევს სასოწარკვეთილებას, დეპრესიას და ხშირად სუიციდურ აზრებსაც. ხედავს მხოლოდ და მხოლოდ უიშვიათეს რაღაც ხარვეს. სამეცნიერო ფსიქოლოგიური დაყოფით არის 8 ძირითადი კრიზისი, ანუ 9-ჯერ უნდა დავიბადოთ თავიდან. გადაცემის სპონსორია მკვდარი ზღვის ბუნებრივ მინერალებზე დამზადებული ბრენდი აჰავა. კანის მოვლის მსოფლიო ბრენდი ავერსისგან. მოგესალმებით სრულიად ახალი პოდკასტ პოინტიდან. დღეს ჩვენი ეპიზოდი აქ ჩაიწერება 24 ეპიზოდი. ძალიან კარგი სივრცეა, მოხარული ვარ რომ აქ ვარ დღეს და აქედან შემოგთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო და საინტერესო ეპიზოდებს. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი გვეყოლება. მანამდე კი აუცილებლად მინდა გთხოვოთ რომ მოიწონეთ ჩვენი არხი. სტუმრის წარდგენამდე კი აუცილებლად წარვადგენ ჩვენს სპონსორს, რომელიც არის აჰავა, როგორც ყოველთვის და მადლობა მათ. პოდკასტის სპონსორია აჰავა, მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. ეს ბრენდი მოწონებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. ასეთია ბატონებო აჰავა. რა ხდება ჩვენს ტვინში, როდესაც სარკეში ვიყურებით და არ მოგწონს საკუთარი თავი? რა ფიქრები მოგდის, რა ემოციები იბადება და როგორ მოქმედებს ჩვენი გარეგნობა, ჩვენი ფსიქიკის სიჯანსაღეზე და მდგომარეობაზე. დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ, მე მგონი საინტერესო თემა და საკმაოდ ვრცელი თემაა. სტუმარი გვყავს ძალიან კარგი ადამიანი, პროფესიონალი თავის საქმის ასწავლია, ნათია ფანჯიკიძე, ართ-თერაპევტი, ფსიქოლოგი. ნათია, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან. მადლობა მოწვევისთვის. თემა, რომელზეც ვსაუბრობთ, ჩემთვის ძალიან ახლოა. მებსახურები პლასტიკურ ხირურგიას, ესთეტიკურ მედიცინას უკვე 30 წელია თითქმის და ბოლომდე გადავარდნილი ვარ ასე ვთქვათ ამ სფეროში, მაგრამ გარდა იმისა, რაც ჩემი როგორც ექიმის რაღაც ფსიქოლოგიური ასპექტების პრაქტიკიდან გამომდინარე შეფასება ადამიანის და კონსულტირებისას ამ ყველაფრის გათვალისწინება, ეს ჩემი საქმეა, მაგრამ მოდი ახლა შენი კუთხიდან შევხედოთ ამ ყველაფერს. ციფრულმა ეპოქამ მოიტანა ის, რომ სხვადასხვა ფილტრები, სხვადასხვა საშუალებები და ტექნიკური მხარე უზრუნველყოფს ადამიანის იმიტირებულ რეალობას. ჩვენ ამას უყურებთ, სხვა ადამიანის იმიტირებულ რეალობას ხედავს და თვითონაც ხვდება აი ამ ყველაფრის მსხვერპლი, მე 1000 სურვილები უჩნდება და ამ სურვილებში უკვე საითმიდის კაცმარიც ის. როგორ მოქმედებს, მოდი ასე ვთქვათ, ვირტუალური სარკე, აი ის რასაც დღევანდელი ადამიანები ვხედავთ ჩვენს რეალობაზე, ჩემს საკუთარ თავზე. აქედან დავიწყოთ და მადლობა რომ მოხვედი. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაწყებულა ციფრულ ეპოქაში. სილამაზის მიმართ დამოკიდებულება ადამიანის საკმაოდ უცნაურიც კი ისეთივე ძველია, რა დროიდანაც ადამიანმა სარკის ანარეკლში, თუ თავიდან ალბათ წყლის ანარეკლში, თავისი თავი ამოიცნო და თავის თავს დააკავშირა. და აქ ძალიან საინტერესო არის ერთი რამ, რომ სილამაზის აღქმა ცხოველებსაც აქვთ, ეს არ არის მხოლოდ ადამიანებში, თუმცა რუდიმენტული. არ არის ისეთ სიმაღლეზე აყვანილი ესთეტიკით ტკბობა, როგორც ადამიანებში. ცხოველებში უკავშირდება სილამაზის აღქმა განსაკუთრებით შეწყვილების პერიოდში
პარტნიორის სიჯანსაღეს. აი როგორც აი ესეთი პოპულარული წიგნი არის მისი ჰარარის ხო მაგალითად და ძალიან ბევრი ევოლუციის ფსიქოლოგებიც უფრო სერიოზული არა ეგეთი პოპულარული ნაწარმოებებიც აღწერენ როგორი იყო ევოლუციურად სწორი არჩევანი, როდესაც სახეობა უნდა გადარჩენილიყო, ადამიანიც რომ მამრობითი სქესის მდედრს ირჩევდა ფართე თეძოებით, კარგი და ფართე ღიმილით, დიდი მკერდით. ხო, ამას უნდა მოეცა ჯანმრთელი შთამომავლობა. ყველაზე საინტერესო ამბავი არის ის, რომ ესე იგი ცხოველებში სილამაზე უკავშირდება ჯანმრთელობას და ადამიანში, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკა ძალიან რთულია და ადამიანის ფსიქიკამ შეიძინა კიდევ სიმბოლური აზროვნების კატეგორია, ადამიანის შემთხვევაში ზოგჯერ კი არა და თითქმის მთელი იმ ისტორიის მანძილზე, რასაც შეგვიძლია თვალი მივადევნოთ, ძალიან ხშირად პირიქით ჯანმრთელობის დამაზიანებელიც კი არის. მაგალითად, ძველ რომში ქალები, კაცები, განსაკუთრებით ქალები იწვეთებდნენ თვალში ერთი მცენარის წვეთებს იმისთვის, რომ ძალიან გრძნობიარე და იდუმალი გამოხედვა ჰქონოდათ, მაგრამ მხედველობას აკარგინებდა ეს შხამიანი მცენარე. მაგალითად, მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი შედიოდა რადიაციული ნივთიერება ფერუმარილში, რომელიც კანის კიბოს და ათასუბედურებას და სიკვდილს იწვევდა. ასე მაგალითად, აი რენესანსის სურათებში შეგიძლიათ ნახოთ მაღალი შუბლი, რაღაც უცნაურად მაღალი შუბლი აქვთ ნახატებში ქალებს და ესე იგი იმ დროს მაღალი შუბლი იყო მოდაში და თმებს იპუტავდნენ, იგლეჯდნენ. კორსეტები მარტო ქალებს კი არ ქონდათ, კაცებსაც, იმიტომ რომ წვრილი წელი კაცებშიც ასურველი იყო და ქალებშიც და საჭulis მომნელებელ ტრაქტს აზიანებდა. ასევე ხა ყველა შეიძლება გაუგია ჩინეთში პატარა ფეხის ფეტიში რო იყო. აფრიკაში კისრის ბეჭდები, ტუჩში გაყრილი ეს რაღაცა კეცი, საოცრება, ხო? ესე იგი ძალიან უცნაური არის ის, რომ ადამიანი თანდათან მაგალითად აი ძველ ეგვიპტეში მაგალითად რო ქონდათ ისა დახატული ის პირიქით ბაქტერიებისგან იცავდა. ანუ რაღაცას აგნებდნენ ადამიანები, რომ ჯანმრთელობასთან თანხვედრაში იყო, რომ აი მტვრისგან, ბაქტერიებისგან იცავდა ეს მეიკაპი ძველ ეგვიპტური, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ტყუის შემცველობის, რადიუმის შემცველობის, რაღაც აშნალებებს აკეთებდნენ ადამიანები, ოღონდაც ყოფილიყვნენ ლამაზები. ოღონდ ეს ლამაზები აუცილებლად უნდა ჩავსვათ ბრჭყალებში, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება იყოს, რა შეიძლება, იმიტომ რომ კრიტერიუმები სულ და აი ხაც ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, ხო როგორ შეიძლება დამტროული ფეხი ლამაზი იყოს, როგორ შეიძლება ტუჩში გაყრილი კეცი ლამაზი იყოს, ნაიარევებით სავსე სხეული და ასე შემდეგ, ხო? ძალიან შორს წაგვიყვანს, ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია, რას აკეთებდნენ ადამიანები თავიანთი სილამაზისთვის მთელი ისტორიის მანძილზე. მაგრამ აქ საგულისხმო და საინტერესო მხოლოდ ერთი რამ არის, რომ ჯანმრთელობის საზიანო რამეც კი შეიძლებოდა ჩათვლილიყო სხეულის მშვენიერებად. მაშინ, როდესაც ეს ცხოველებთან ჩვენ ასე არ გვაქვს წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებში ძალიან საინტერესოა, რომ მხოლოდ ადამიანი აი სარკის ანარეკლით დაიწყეთ თქვენ ლაპარაკი და სარკის ანარეკლში საკუთარ თავს მხოლოდ ადამიანი არ ცნობს. მაგალითად, ზოგიერთი ბონობოები, შიმპანზეები, ზოგიერთი მაიმუნიც ცნობს, ზოგიერთი ფრინველი, სპილო, დელფინი და ამბობენ ღორიცო. მაგრამ ჯერ კიდევ კვლევები არ არის დაზუსტებული. ესე იგი, ეს არის სარკის ექსპერიმენტით, როგორ ცხოველს ადებენ ლაქას და თუ ცხოველმა ამ ლაქაზე აქცენტი მოახდინა, ესე იგი, ხო, საკუთარ თავს აღიქვამს. მაგრამ მაგალითად კატები და ძაღლები საკუთარ თავს ვერ ცნობენ, სხვა ცხოველი გონიათ სარკეში, მაგრამ ესე იგი თვით შემეცნების ერთადერთი გზა არ არის სარკე თურმე. ისინი თავის თავს და სხვას ასხვავებენ სუნით. ეს ძალიან საინტერესოა, რომ სარკე ცხოველებში თუ კი აღფრთოვანებულები ვართ, რომ რა კარგია, რომ რამხელა ცნობიერება აქვს საკუთარ თავს ცნობს, თუ კი ნუ აი ვიზუალურ ცნობიერებას ჩავუთვლით მაღალ განვითარებად, ადამიანისთვის ტრაუმის წყაროთ იქცა, რომელმაც მას დააწყებინა ფაქტიურად საკუთარი თავის დასახიჩრება. ციფრულ ეპოქამდე ხო იქ გადავფრინდი და ციფრულ ეპოქაშიც
ხო, აქაც ხდება, მაშინ დავაბოლოვებ, რომ ჯანმრთელობის საწინააღმდეგო აქაც ხდება და ზოგჯერ შეიძლება არა, ხო ხა სხვა ფორმით უბრალოდ, მაგრამ ხდება. ესთეტიკურ მედიცინას დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრავმა მოხსნეს ადამიანებს, ვისაც მაგალითად რაღაც ტრავმის გამო დაუსახიჩრდა სხეულის რომელიმე ნაწილი ოპერაციის გამო, ასე შემდეგ, ხო? ძალიან შეძენილი ტრავმების შესანიშნავს საქმეს აკეთებთ, შესანიშნავს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან კომერციალიზებული არის ბევრი რამ და ზოგჯერ არ ექცევა ყურადღება ფსიქოლოგიურ პრობლემას, რასაც ქვია დისმორფოფობია, გადაჭარბებულად აღქმა ნაკლის, რომელიც შეიძლება ეს ნაკლი არც კი არსებობდეს და ასეთ შემთხვევაში ძალიან ხშირად უცებ შეიძლება ადამიანმა ჯანმრთელი ორგანო შეცვალოს პროთეზით ელემენტარულად, ან დაისახიჩროს პირიქით უარესად თავი. ესეთი კითხვა მაქვს, მაგ თემას ჩვენ დაუბრუნდებით დისმორფოფობიაზე ვისაუბრებთ უფრო მეორე ნაწილში, უფრო სამედიცინო კუთხეებსაც განვიხილავთ თქვენთან ერთად და აი ის რაც აღნიშნეთ ჩვენ რომ გარემო ფაქტორებით განპირობებული ჩვენი მოქმედებები, ანუ მოდა რაღაცა სოციუმი გვკარნახობდა ადრე ისტორიულ პერიოდშიც და ახლაც გარკვეულ სტილს, ფორმას, რაც იმ დროისთვის ითვლება წარმატებულობის ნიშნად, ასე ვთქვათ, თვით რეალიზაციაში ხელს უწყობს ადამიანს, მაგრამ აკარგინებს თუ არა ეს ყველაფერი თავისუფლებას ადამიანს. შეიძლება მე შევიღებო რაღაც ოპერაცია გავიკეთო და ამით ვიყო წარმოდგენილი მოდურად, მაგრამ შინაგანად თავისუფალი ვრჩები, თუ კი ამ ტენდენციას მე ესე მივყვები და დავსდევ მუდამ ამ ცვლილებებს. ხო, ადამიანი როგორც სოციალური არსება მუდმივად ცდილობდა, რომ სოციუმის წევრი ყოფილიყო კონფორმიზმით, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დამსგავსებით და ერთმანეთის მოდური ტენდენციების გაზიარებით და ამავდროულად წვალობდა და ცდილობდა, რომ ინდივიდუალურობა შეენარჩუნებინა და საკმაოდ რთული ამოცანა არის ეს ხშირად ბევრი ადამიანისთვის, ვინც ახერხებს, ვინც არა და თითქოს რაღაცნაირად უფრო სტერეოტიპიზაციისკენ მიემართებიან, ხო? თუმცა რაღაცეები სტატუსურიც არის, როგორც ჩანს, როგორც ადრე იყო ეს, რომ ვთქვათ, ჩინელ ქალს რო ფეხი დამტრეული ქონდა, ნიშნავდა, რომ მიწას ფეხს არ აკარებდა თუ საქმის კეთება არ უწევდა და ასე შემდეგ და ეს რაღაც მის სტატუსს განასახიერებდა. კი ბატონო, და ეხლა შეიძლება სტატუსს განასახიერებდეს ის, რომ უნაოჭოთ ბერდები ან რაღაცა. ანუ მაქვს საშუალება, ფული მაქვს თავსული და მე მაღალ მატერიალურ მაყოფაში ვარ. იმეის გოგო ვარ, რომელიც ზვირი ღირს თუ აი არ ვიცი, ხო, რაღაცა ასეთი ის არის ახლა სოციალური ფაქტორია, რომელიც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ტრავმასაც აყენებს. ამასაც აქვს თავისი პროტოტიპი ბუნებაში. იგივე ცხოველებში აქვს მაგალითად აი ცხოველი, რომელმაც დაკარგა ბეწვი ან დაიბადა დასახიჩრებული, იმას ცხოველები ექცევიან ცუდად. რიყავენ. ბულინგის მსხვერპლია. სოციალურ ცხოველებზია ლაპარაკი, მაიმუნებზე, ხო. და ასეთ შემთხვევაში ცხოველიც განიცდის დისტრესს. ესე იგი, გარკვეულწილად ის განიცდის ტრავმას, მაგრამ ეს ცხოველებში არის არა გარეგნობის გამო წუხილი, რადგან ის ამ კვალიფიკაციას ვერ აძლევს, მაგრამ სოციალური ტრავმა არის და ადამიანში ეს გართულებული და ის არის, რა თქმა უნდა. რა არის დატვირთული ენით, სოციალური ნიშნით და სიმბოლური აზროვნებით კიდე. რა არის ზღვარი, როდესაც ადამიანი ნორმალური გარეგნობით კმაყოფილია და მაინც ცდილობს რაღაცა შეცვალოს. ვიზუალი მოწოს, მაგრამ ცდილობს რაღაცა შეცვალოს, გაიუმჯობესოს. თქვენი აზრით, სად გადის ის ზღვარი, როდესაც ეს მცდელობები და გაუმჯობესებები უკვე აშლილობისკენ მიდის რა? ერთხელ მე რაღაცა გავიკეთე, მომეწონა. კი, კარგად ვარ მომეწონა, მაგრამ კიდე მინდა. კიდე მომეწონა, მერე კიდე მინდა, კიდე მომეწონა. აი მერე უკვე ეს რატო ჩდება ეს მუდმივი ესე ლტოვა, ასე ვთქვათ, რომ აი სწორედ მეტი და მეტი. აი თქვენ ეხა მიუახლოვდით დისმორფოფობიას. დისმორფოფობია როგორც წესი DSM-ში დაკვალიფიცირებული არის, DSM-5-ში როგორც კომპულსიური, ესე აკვიატებული ტანჯვა საკუთარი გარეგნობის მიმართ, მაგრამ ხშირად ბოდვით რეგისტრშიც არის. ამიტომ ეს აუცილებელი არის დადგინდეს ადამიანს ხომ არა აქვს დისმორფოფობია
განსაკუთრებით რინოპლასტიკას ვინც მიმართავს, მათში პრაქტიკულად 53%-ს აქვს დისმორფოფობია, ეს კვლევებით დასტურდება, ზოგადად საერთო პოპულაციის 2-3%-ს, მაგრამ მათ შორის ვინც ესთეტიკურ ქირურგიას მიმართავს, 20%-ს უახლოვდება, საკმაოდ მაღალია და ეს არ არის უბრალო შფოთვა იმაზე, რომ მე ვიყო ლამაზი, ეს არის შფოთვა, რომელიც იწვევს სასოწარკვეთილებას, დეპრესიას და ხშირად სუიციდურ აზრებსაც. და აი აქ პრობლემა გახლავთ ის, რომ აუცილებლად სპეციალისტის ჩართვა ამ შემთხვევაში საჭირო, იმიტომ რომ პაციენტს, რომელიც დაჟინებით უკავშირებს თავის მთლიან კეთილდღეობას, მთლიან ბედნიერებას, გარეგნობას, როდესაც ჩვენ უარსეობნები ამის გამოსწორებაზე, ეს მისთვის სასოწარკვეთილება, ესეც დეპრესიას უღრმავებს და შესაძლოა ამანაც სუიციდური აზრები გაუძლიეროს, მაგრამ რომ ემსახურები და უკეთებ ამ ოპერაციას, ის მაინც არ არის კმაყოფილი, ან დროებით არის კმაყოფილი, კიდე სიმძიმეს გააჩნია. დისმორფოფობიასაც აქვს თავისი ხარისხები და თუ აქ მძიმე დიაგნოზთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში მალევე ან მაშინვე ადამიანი ისე ვიწყებს წუხილს, რომ ეს ის არ არის, რაც მას უნდა და რას ხედავს სარკეში ადამიანი? ხარვეს. აი წარმოიდგინება და ხედავს, რომ მას ხო ლამაზია. აი დაუშვათ ავიღოთ ასე თქვა საშუალო სტანდარტის სილამაზები, ეს ბჭყალებში. თქვენ და მე რო შევთანხმდეთ, რომ კარგი, ეს ადამიანი მოგწონს ორივეს, ლამაზია, მაგრამ ის სარკეში რომ იყურება, ხედავს მხოლოდ და მხოლოდ უიშვიათეს რაღაც ხარვეს, რომელიც მისი გაგებით არის მთავარი წამყვანი და იმ თელ სილამაზეს და იმ რაღაცას სასწაულ ქმნილებას, რაც მართლაც არის, საერთოდ ვერ ხედავს. როგორ გამოვაძვრინოთ აქედან? მე მაგალითად, როგორც ექიმი, როცა ვხედავ ადამიანში ასე ვთქვათ, ლტოლვას და უკმაყოფილებელ ლტოლვას მუდმივი ცვლილებებისკენ, ვცდილობ, რომ ჯერ პირველ ეტაპზე მეაუხს და მერე თუ ოჯახის წევრი ახლავს იმასთან თვალი ჩაპაჭუნებით სიტყვაზე რაღაც მივახვედრო, იშვიათია, ხშირი არ არის მართალი გითხრა ასეთი პაციენტები, მაგრამ არც ისე იშვიათია, რომ ეს არ იყოს მტკივნეული ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, ხო? ყოველთვის ვცდილობ, რომ მივახვედრო ძალიან რთულია. იმიტომ რომ პლასტიკურ ქირურგთან კაბინეტში ეს არ არის თემა, რომელზედაც მე დიდ დროს დავხარჯავ, რომც მოვინდომა, ხო? აი თქვენ რას ურჩევთ ასეთ ადამიანებს, ვინც მუდმივად ასეთ ლტოლვაშია? იცით, მე ვფიქრობ, რომ იმდენად ჩვენი სიმბოლური სხეული, ჩვენი ანარეკლი, то სიმბოლური რა არის, როდესაც უკავშირებ შენს ანარეკლს საკუთარ თავს და წარმოიდგინეთ, რომ დისმორფოფობიის დროს, აი თუ გახსოვთ, არ ვიცი, ეხლაც არის თუ არა, ალბათ ეხლაც არის სადმე, ჩემ ბავშვობაში იყო სასაცილო სარკეების ოთახი. რომ ზოგი სარკე გადაბლებდა, ზოგი გღრეცდა, ზოგი გამახინჯებდა. ეხლა ფილტრები აკეთებს მაგას, სხვათა შორის ტელეფონის თუ მისი კომპიუტერის ფილტრები, ხო, შეგიძლია შენი სახე ხან ტუჩები გამოგებეროს, ხან რაღაცა ლოყები გაგებეროს. რაღაცა დაგემართ, ხო, შეცვალო სასაცილოდ შენი დეგრადაცია, დეფორმაცია გაუკეთო შენს სახის ნაკვთებს. აი წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი აი ასე აღიქვამს საკუთარ ანარეკლს. ასე მძაფრად, აი ასოდენ მძაფრად. კი, ასე მძაფრად აღიქვამს, ამიტომ აქ რა თქმა უნდა არ არის რეკომენდირებული ვახსენოთ ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ ძალიან რბილად თუ ეს ადამიანი გადასამისამართებელი იქნება ფსიქოთერაპიაში, არ არის ცუდი და ზოგადადაც იმდენად ადამიანისთვის ეს სიმბოლური გარეგანი ხატი გარეგანი სხეული იმდენად დიდი მნიშვნელობის მატარებელი არის, რომ სავარაუდოდ შეიძლება ადგილზეც თქვენ ყავდეთ სპეციალისტები, რომლებიც თავდაპირველად დაადგენენ აქ დისმორფოფობიასთან გვაქვს საქმე თუ რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ რომ მცირე დიდის ჰარმონია ჩვენ სულ გვაქვს ჩვენს თავთან. ბუნებრივია. აი როგორც ხო რაღაც უჩვეულოა, უცნაურია და შესაძლოა ის ბრძოლაც არის ჩვენ სხეულთან, როგორი სხვა მხრივ ბრძოლაც ჩვენი სხეულისთვის მოცხადებული გვაქვს თუნდაც ფსიქიკურ დონეზე, ხო? რაღაც აქაც გახლეჩილები ვართ, დიქოტომიურები ვართ, რომ ეს სულიერი ცხოვრება, ხორციელი ცხოვრება, ინსტინქტების დათრგუნვა და ეს ყველაფერი არ ვიცი რანაირად აღიბეჭდება მერე, რომ აი ამ სხეულს, რომელსაც თითქოს ასე ვუფრთხილდებით, თითქოს მისი ყოველი ნაკლი ასეთი მნიშვნელობის მატარებელია ჩვენთვის, ამავდროულად თითქოს და გალამაზნებით მიზნით, როგორ ვმტრობთ და როგორ გადავაკეთებთ და ვასახიჩრებთ
კიდეც ხშირად. ამიტომ ეს ძალიან ისეთი საკითხი არის, რომ აქ ძალიან ფაქიზად არის გამოსარჩევი, რომ სად არის ეს კაცობრიობის მარადიული ბრძოლა, რასაც მე რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე შორეული წარსულიდან, როგორ ზრუნავდნენ ადამიანები თავიანთ სილამაზეზე, თუ კი ეს ზრუნვა იყო, რომ თმა მოეგლიჯათ თუ რაღაც საოცარი დაავადებები დამართოდათ სხვადასხვა მათ მიერ არჩეული ჩარევებით და სად არის ნამდვილი დისმორფოფობია, რომლის შემთხვევაშიც სუიციდური აზრები არსებობს მაშინაც თუ ოპერაციაზე უარსეუბნები და მაშინაც როცა ოპერაციას გაიკეთებს და მიხვდება რომ ამან არ გადაჭრა მისი ყველა პრობლემა ცხოვრებაში. დავიჯერო ყველა ქალს, უფრო ქალს, კაცებს უფრო სხვანაირი. სხვათა შორის კვლევები არ ადასტურებს რომ მხოლოდ მცირეა სხვაობა სქესთა შორის, აი ეს უცნაურია, მაგრამ ესეა. ჩვენ სოციუმში უბრალოდ ფარული არის მამაკაცს და მიმართვიანობა დიდად არ არის პოპულარული. მაგრამ კვლევებში ასე არა ისახება. კვლევებში ძალიან მცირე განსხვავებაა მამაკაცებსა და ქალებს შორის. პრინციპში ლოგიკურიც არის, ლოგიკურიც არის. აი, როცა ქალი უყურება სარკეში და შიშველს ხელს ხედავს თავისას და სხვენია თავისი თავის. არის ესეთი რაღაცა, მე გამიგია, როცა ადამიანს უთქვამს, რომ აი სარკეში ვერ ვიყურები. არა მარტო ნათია სახეზე ან რაღაცა პატარა დეტალზეა საუბარი, რომელიც შეიძლება ჩავთვალოთ, რომ კარგი ხო, ტუჩი, ცხვირი, რაღაცა ყურის ფორმა და აი ვერ ვიტან ჩემ თავს. სხვენია ჩემი თავი სარკეში რო ვიყურები. ეს განპირობებულია რეალურად ფიზიკური, ვთქვათ, გარკვეული ტრანსფორმაციით, თუ ისევ და ისევ ფსიქიკურ დონეზე არის აქ გადაჭარბებულად განცდები. აუცილებლად როგორ არის იცით ახლა ფიზიკურად ჩვენ ვიცვლებით, სულ ვიცვლებით. პირველ შოკს ვიღებთ მაგალითად ყველაზე დიდ შოკს ეგრეთ წოდებულ გარდატეხის ასაკში, ხო? როდესაც რაიმე ნაკლიკი არ გვიჩნდება, უბრალოდ ვიცვლებით. და იმ ბავშვობის რაღაცნაირად სამოთხისებური შეგრძნებებიდან, როდესაც საკუთარ სხეულში ძალიან გემრიელად ვიყავით, ჩაბუდებული და საერთოდ არ ვიცოდით, რას ნიშნავდა ლამაზი ფეხი და ლამაზი ცხვირი, თუ კი ბულინგის და დაცინვის მსხვერპლი არ გავხდებოდით, რაც შეგვაცბუნებდა და დაგვაფიქრებდა რამეზე, საერთოდ ვერც ხვდებოდით, რა ტკბილად ვართ ჩვენს სხეულში და უცებ გარდატეხის ასაკში რაღაც სასქესო ნიშნები იცვლება და აი ამ სხეულში რომ თავიდან უნდა დაიბადო, თავიდან უნდა ჩასახლდე, ეს უკვე არის პირველი შოკი ადამიანისათვის. აქედან გამომდინარე ეს არ უკავშირდება ობიექტურ ნაკლს, არამედ ცვლილებას, ბუნებრივ ცვლილებას. ძალიან კარგად ახსენით ახლა თქვენ ხო, მაგრამ ზოგჯერ ახლა მართლაც შეიძლება რომ დაუშვათ რაღაცა დაზიანებული გქონდეს და მაშინ შეიძლება ობიექტური წუხილი იყოს, რომ ნუ დაუშვათ რაღაც უხეში ნაიარევი დამრჩა ოპერაციის მერე და მინდა რომ გავასწორო. და ურსლობის მერე მუცელი დამეშვა რაღაცა წიმებიდან და ქარობს თქვათ ქალი რომ აი რაღაც 6 თვე უნდა ამის უკუ მიქცევას რომ სხეულმა ფორმა დაიბრუნოს და იმას პირველივე თვეში შოკი აქვს და უნდა რომ პირველივე თვეში ეს, მაგრამ იმას თავისი ვადა აქვს, როდის დაიხევს უკან კანის ელასტიურობა, როდის აღდგება და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ უპირველესად ეს მაინც მარტო ქალებში არ არის, იცით, აი კაცებშიც არის, რომ იჭყიპებიან სტეროიდებით, იჭყიპებიან პროტეინებით, რაღაც წამებამდე მისული ვარჯიშობენ. ხო, ძალიან ბევრს ვარჯიშობენ, ძალიან განიცდიან კაცებიც თმის კარგვას მაგალითად ხშირ შემთხვევაში, ხო? ასე რომ ეს ქალების ტანჯვა არ არის მხოლოდ, მაგრამ ქალები ამას უფრო ღიად გამოხატავენ, იმიტომ რომ ქალებთან კიდე სხეულთან გაუცხოება განსაკუთრებით ქართულ ქალებთან და არა მარტო, მაგრამ ქართულ ქალებთან კიდევ არის არასწორი აღზრდით სექსუალობის აკრძალვით, საკუთარი სხეულისგან სიამოვნების მიღების აკრძალვით. აქედან გამომდინარე, შენი სხეული არა როგორც ბედნიერების წყარო, არამედ მტანჯველათაც შეიძლება გეჩვენებოდეს ულამაზესიც კი შენის გტანჯავს. იმიტომ რომ თითქოს ეს სხეული შენგან გახლეჩილია და შენ არ გაქვს უფლება, რომ აი ამ სხეულზე წვდომა გქონდეს და დატკბე ისით როგორც იმ შენი სამოთხისებური განცდებით. ჩემ თავზე შემიძლია თქვა აბსოლუტურად თავისუფლად 50 წლის ასაკში, მე როდესაც თქვა რაღაც აი მაგალითად ეს სიმბოლური თარიღი 50 წელი, ხო, ნახევარი საუკუნე რაღაცა ისეთია, რომ აი უკვე 50 წლის ვარ, ახანდახან ისე სიამაყით ვამბობ ხოლმე და თან სარკეში რო ვიყურები, ხო? ხვდები რომ ეს 50 წლის რო ხარ უკვე რაღაცეები მამა ჩემს ვემგვანები ხო ანუ ის უკვე ხმოვანია და ვხედავ იმ ნაკვთებს რაც ასაკთან არის ასოცირებული და კი მე ეს სიამოვნებს იმიტომ რომ ჩემ თავი მომწონს
კი, მომწონს და არ მაქვს ის რომ რაღაცაზე, მაგრამ ხვდები რომ ასაკთან დაკავშირებით გამიჩნდა უკვე ფიქრი. ხო, ანუ ეს ფიქრი მე შეიძლება ანალიზი ჩავატარე, გამოვაჩინე ეს ფიქრი, ვიპოვე და ამას რეალურად უყურებ და ჩემთან ერთად არის ხელს არ მიშლის. მაგრამ ვიღაცას ხელს უშლის ეს ფიქრი. და ბევრი მყავს ესეთი პაციენტი, ძალიან ბევრი მე, რომელიც ზუსტად 45 წლის გადაბიჯების შემდეგ აი თავქუდმოგლეჯილი კოტე ექიმო გავიღვიძე გუშინ და დღეს თქვენთან გამოვარდი. აი უცებ შოკი განიცადა. რა ხდება აი ასაკთან მიმართებაში თუ შეგიძლიათ გითხრათ? ბევრი რამ ხდება, საშუალო ასაკი, ასე ვთქვათ და საშუალო ასაკის კრიზისი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ადამიანებს ესე იგი სამეცნიერო ფსიქოლოგიური დაყოფით არის 8 ძირითადი კრიზისი, ანუ 9-ჯერ უნდა დავიბადოთ თავიდან, მაგრამ მე სადავო. ერთ-ერთი სადღაც შუახნის ასაკის კრიზისი, ხო, შუახნის ასაკი ითვლება დღევანდელი ციცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით შეცვლილი არის ეს და ითვლება 40-დან 65 წლამდე ადამიანი არის შუახნის ასაკში. და ეს ასაკი არის უტკბილესი, ასაკი ოღონდ სწრაფად გარბის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ჩვენი მეხსიერების ტიპიც იცვლება. საერთოდ თუ კი ბავშვობაში ჩვენ გქონდა შთაბეჭდილების მიღების განსხვავებული მექანიზმი, იმიტომ რომ რაღაც აი მაგალითად დაინახე პირველად ჩიტი და აკვირდები ამ ჩიტს, რომ ჩიტი ფრინავს, ჩიტი, მერე ეკითხები დედას, იგებ დედის აზრს ამ ჩიტზე, მაგრამ აგრძელებ შენს დაკვირვებას. ეს არის საოცარი პროცესი, პირველი შეხვედრა ჩიტთან. მაგრამ შემდეგ და შემდეგ უკვე გაიფრინა ჩიტმა, წერტილოვნად აღიქვი. აღარ ხდება ის, რომ ვაიმე ჩიტს ქონდა ყვითელი ნისკარტი, ხო, რაღაც დეტალური აღარ არის ეს. აქედან გამომდინარე, შუახნის ასაკში თუ გვინდა რომ სიცოცხლე უფრო გრძელი გამოჩნდეს, აი არტ თერაპიის პრინციპია, რომ ჩვენ უნდა დაუბრუნდეთ უკვე განცდილთან. ჩვენ გვაქვს სასოწარკვეთილება დროის სწრაფად გასვლის, რომ ამ წუთას კი მომწონს კაცო ყველაფერი, ჩემი ცხოვრება, ჩემი თავი თითქოს, მაგრამ ესეც რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე ჩვენ რომელ ასაკში შეგვემთხვევა რაიმე ტრაგედია, არა, იმიტომ რომ ტრაგიკული მომენტი ზოგს შეიძლება ღრმა ბავშვობაში კონდეს, ზოგს პუბერტატში, ზოგს შუახნის ასაკში, ზოგს სიბერე გაუმწარდეს, ასე შემდეგ, ეს არასასურველი და საშინელი რამ, რა თქმა უნდა, ცხოვრება სხვა კალაპოტში აგდებს, მაგრამ მთლიანობაში ზოგადად შუახნის ასაკი მშვენიერი ასაკია, იმიტომ რომ უკვე რაღაცა მოსავალს იღებს შენი ცხოვრებისაგან, რაც იშრომე, რაც აკეთე, ჯერ კიდე საკმარისად ახალგაზრდა ხარ ამავდროულად, ხო და ასე შემდეგ, ხო, აღარ დავფიქსირდები ახლა ამ ბანალურ ჭეშმარიტებას. მაგრამ საქმე არის იმაში, რომ აქ უკვე გაჩენილი ნიშნები, რომელიც ასაკოვნებაზე მიანიშნებს ადამიანს, აქ თანდათან შემოდის სიკვდილის შიში და აჩრდილიც, ხო, რომ თითქოს თეორიულადაც კი ცოტა უფრო მეტი დრო რჩება. ამავდროულად აქ კიდევ არის ერთგვარი სასოწარკვეთა, რომ ადამიანებს გონიათ, რომ ის რისთვისაც სიცოცხლე ღირდა, შეიძლება ვეღარ გამოსცადონ, მაგალითად სიყვარული, იმიტომ რომ ამ სიყვარულის უნარსაც ხშირად ადამიანი, განსაკუთრებით ქალები, უკავშირებენ რეპროდუქციულ ასაკს. იმიტომ რომ სილამაზე არის ნაირ-ნაირი, ლამაზი შენ შეიძლება 100 წლისაც იყო, უმშვენიერესი შეიძლება იყო, მაგრამ რატომ განიცდის მაშინ ადამიანი ამას, ხო? უფრო მეტად სექსუალური მომხიბვლელობის კარგვა, იმიტომ სრულყოფილად თითქოს მაშინ აღიქვამს ადამიანი თავს, როდესაც მას შეუძლია სიცოცხლე არა მარტო თავის თავში ატაროს, არამედ პოტენციურად იყოს მოიტანოს, ხო. ამიტომ აქ უკვე ძალიან სიცოცხლის მომტანი თუ აღარ ვარ, უკვე თითქოს სადღაც თანატოსისკენ, სადღაც უკვე სიკვდილის ენერგიისკენ უფრო მეტად გადავდგი ფეხი. და მანდარი სავარაუდოდ ალბათ მე მან სწორად მიგიხვდი ახლა, რომ ის რომ ვიზუალურად მე ვიცვლები და ვკარგავ მომხიბვლელობას, ასოცირდება იმასთან, რომ მე გენერაციული ფუნქციის უნარებსაც ვკარგავ ჩემ ხიბლთან და შარმთან ერთად და შიში ჩდება, რომ ქვეცნობიერი შეიძლება სრულად ამაზე არ ფიქრობს, ეხლა რამდენი საკვეცხვიჟედი დარჩა იქ რესურსი ამაზე არ ფიქრობს, მაგრამ სადღაც დევს ეს ქვეცნობიერი სწორედ ფიქრობს.
შეიძლება ცნობიერი არ ფიქრობს და იძახის, რომ ადრე იყო რაღაც იუმორისტული გადაცემა პასიანსი და უსასაცილოესი რეკლამა ქონდათ. იმისი ქალის ჰიგიენური საფენის, რომ ცუცა იყო ესეთი საყვარელი. გამორბოდა ბალერინას იმითი პაჭკით და ამბობდა მენოპაუზა სიმშრალე ცხოვრების ბოლომდე. აი და გაგახსენდა. უსაყვარლესი, უსასაცილოესი რეკლამა იყო. ანუ რეალურად შეიძლება ცნობიერად ქალი, რომელიც სუგაწვალებული იყო აი ამ კრიტიკული დღეების თანმდევი რაღაცა გართულებებით, სირთულეებით, პირიქით კმაყოფილი შეიძლება ერთი მხრივ იყოს, მაგრამ ქვეცნობიერი სწორედ რომ განიცდის მენოპაუზას, როგორც აი კასტრირების სინდრომივით. მიუხედავად იმისა, რომ ხო. ასე რომ ძალიან ბევრი რთული პროცესი მიდის ამ დროს არ არის იოლი ასაკი, აი როგორც პუბერტატი არის აი ამ რეპროდუქციულ ასაკში მძლავრად შებიჯების და თავბრუსხვევის აი ცხოვრების რაღაც ქარიშხალში შებიჯების პირველი შიში აქ უკვე საპირისპიროდ ხდება ეხა აი ამ ორომტრიალიდან ნელ-ნელა უკან დახევის ეს ძალიან კარგია. ეხა თქვენი ახსნა ბერნარჩოვის სიტყვებზე ვგიჟდები რომ სიბერეო ცუდიაო, მაგრამ ერთადერთი გზაა სიცოცხლის გახანგრძლივებისთვისო და მაგარია. არჩევანი უნდა პრივილეგიაა რომ ბერდებით. ძალიან კარგია. რა მინდა გკითხოთ ახლა ნახე, არსებობს ფენომენი მიჯაჭვულობის, ხო? დამოკიდებულ ადამიანს აქვს სხვადასხვა მიჯაჭვულობები. ეს ცალკე თემაა, სხვა საუბრის დროს ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ამ სფეროში, რასაც ქვია საკუთარ თავისზე ზრუნვა და გარკვეული პროცედურების წარმოება, ხო? ჩნდება მიჯაჭვულობა ხშირად. მიჯაჭვულობა იმისა, რომ კიდევ და კიდევ გავიკეთო და შევიცვალო. დისმორფობიული სინდრომით გადავწიოთ გვერდზე, ვთქვათ, გარდატეხის ასაკი და ვთქვათ დაბერების პროცესები გავწიოთ გვერდზე, ჯანსაღი ადამიანი მოვიდა, გაიკეთა ტუჩის მოცულობის შევსება, შეისწორა რაღაც ყრიმალი, აიწია ვთქვათ ძუძუს ქსოვილი და ამ შემდეგ. გადის 6 თვე და მას კვლავ უნდა ამის გაკეთება. მერე კიდე უნდა ამის გაკეთება. მერე კიდე უნდა რა, აი ეს ხშირია. ეს უკვე არის დისმორფობიის გარკვეული ხარისხი. ეს უკვე არის ანუ დევს ეს უკვე ეს არის უკვე აკვიატებული ბრძოლა რაღაცასთან, ხო, რასაც უბრუნდები და აქ რას ივსებს ამით ადამიანი? ამ შინაგან სიცარიელეს ივსებს. მე მაგალითად ალკოჰოლიკი ვარ და ვსვამდი ბევრს რა და ვივსებდი იმას, რაც რაღაცა მქონდა აქ. გამოვჯამთელდი და ამ გზაზე ვდგავარ და ხელს აღარ გავუშვებ ამას და უბედნიერის ცხოვრება დამეწყო, მაგრამ ვიცი რაც მქონდა პრობლემა და ვიცი როგორ ვკურნალობდი ამას და ეს ჩვეულებრივი ამბავი გახდა ჩემთვის, როცა თვალებში ჩავხედე ამას. მაგრამ აი ესეთი ადამიანები ამას არ უყურებენ და მიყვებიან ბოლომდე ამ უბსკულში რა, იკეთებენ და იკეთებენ. ხშირად ვადარებ ხოლმე ალკოჰოლის მოხმარებას ზუსტად იმას, რასაც ქვია გაუჩერებელი სურვილი რაღაცა გაიკეთო. ორჭიხას რო დალევდი ვისკის იყავი ფრთიანი რაღაცა სასწაული ძალების მატარებელი და სულ გეგონა რომ კიდე ორი რო დაგელია უფრო მაგარი იქნებოდი კიდე ორი კიდე მაგარი და მე იყუპები ადამიანი ხო დაახლოებით იგივე მექანიზმი ხო არ არის კარგად აღწერეთ და იგივე მექანიზმი აი ზუსტად ხო ეხა მაგალითად ეხლა რომ მე წავიდე ვთქვათ რაღაცა პროცედურაზე ან შევიჭრათ მან რაღაცა ელემენტარულ არა განწყობა შემიცვალა უკვე და სალონიდან გამოვდივარ თითქოს ულამაზესი ვარ და ამ დროს რაც ვიყავი ნახევარი საათის წინ დაახლოებით იგივე და ეგ მოგეწონა უბრალოდ აი ცოტა დაისვენა ადამიანმა ეს შეგრძნება ჩნდება თუმცა ოპერაციის შემთხვევაში ეს უკვე რადიკალური რამ არის ეს არ არის რომ თმა შევიჭერიან დავივარცხნე ან მაკიაჟი გავიკეთე ხო თუმცა ჭარბად მაკიაჟზე დამოკიდებულებად შეიძლება იგივე აკვიატება იყოს ისევ დაუბრუნდები ცხოველებს აი ცხოველებშიც არის ესეთი რამ რომ მაგალითად ცხოველს გაუჩნდა ჭრილობა იწყებს ამ ჭრილობის დამუშავებას ნერწყვით მაგრამ ჭრილობა შეხორცდა და მიუხედავად შეხორცებისა ზოგჯერ ცხოველი განაგრძობს ამ ჭრილობის წვალებას აი ეს შეიძლება იყოს სწორედ პროტოტიპი ფიზიოლოგიური თვითმოვლა, როგორ გადაიქცევა ფსიქოლოგიურ დესტრუქციად. აი ესეთი ბიოლოგიური საფუძველიც აქვს ამას ადამიანში, რომ აი ამ საკუთარ სხეულს უბრუნდება და ჯიჯგნის, ხომ? და შესაბამისად ამით ღებულობს სიამოვნებას. ღებულობს თითქოს სიამოვნებას, იმიტომ რომ იშორებს გარკვეულ ტანჯვას, მაგრამ როგორც ჩანს დროებით, მაგრამ ფაქტობრივად სხვა რამ ხდება. უბრუნდება, ხო, ისევ უბრუნდება სხეულს
და რა ქნას, როგორ ქნას, რა უქნათ, როგორ დავეხმარო? აუცილებელი მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არის ფსიქოთერაპია, იმიტომ რომ მხოლოდ გარეგნულ ფორმაზე არ შეიძლება დავაფუძნოთ ჩვენი ყველა სევდის მოგვარების საკითხი. ისევ და ისევ უნდა დაუბრუნდეთ იმას, რომ ადამიანის სექსუალობაც განსხვავდება ცხოველის სექსუალობისგან, როგორც თავში აღვნიშნე, ცხოველისთვის სილამაზეთ აღიქმება ჯანსაღი პარტნიორი. აი, ეხლა ვიკითხავთ, რომ დამოვიწყდება სექსუალობა კავშირშია სილამაზესთან? იცით რა, გააჩნია რომელ ფსიქოლოგიურ ჩარჩოს გავყვებით, ზოგიერთი ფსიქოლოგიური მოსაზრებით ყველაფერი ეროტიულია, რაც სიამოვნებას გვანიჭებს. გამომდინარე აქედან სილამაზის აღქმაც ეროტიულია, აი რაღაც ეხლა რო ეს სამკაული მსიამოვნებს, ესეც სიამოვნების. ხო, მაგრამ ეს ხო არ არის რაღაცა პროტოტიპების სილამაზის პროტოტიპი, ეს ინდივიდუალური თემებია. ხო? სილამაზე უკვე როგორ არის, ხო ადამიანის ფსიქიკა დაშორებული არის აბსოლუტურად. აი მაგალითად ადამიანის ფსიქიკაში არის რატომ არის რთული დადგენა იგივე სექსუალურ ნორმასა და პათოლოგიას შორის, რომ ჩვენი სექსუალობა სავსეა პარაფილიებით, პერვერსიებით, შთაბეჭდილებებით, ტრავმებით, ფიქსაციებით, მრავალი რაღაცით არის ამოჭედილი. ასე რომ აი მაგალითად ესეთი მაგალითად ხო ქალი წუხს რო უნდა იყოს მაინც და მაინც 2 მეტრი სიმაღლის, უნდა ჰქონდეს გრძელი ფეხები, იმიტომ რომ თითქოს და თანამედროვე მოდის სამყარომ დაამკვიდრა ესეთი სხეულის კულტი, რაღაცა შოულტივით აღნაგობა, ხო? მაგრამ სინამდვილეში აი ესეთი გამოთქმა არის რუსული, მაგრამ მე ვთარგმნი ოკუპანტის ენაზე, არაფერსაც არ ვიტყვი. პატარა ძაღლი მუდამ ლეკვია. ასე რომ ძალიან ბევრ ადამიანს ძალიანაც მოსწონს დაბალი აღნაგობის ადამიანი და ამ დროს ის დაბალი ადამიანი შეიძლება წუხდეს, რომ რატო არა ვარ მაღალი. აბსოლუტურად სხვა. ამ დროს აქ არის რომ ვიღაცისთვის არის ფიქსაცია, რომ მას აი ეს პატარა ადამიანთან უფრო სიამოვნებს ურთიერთობა და სინამდვილეში ვიღაცას აქვს ის რომ სწორი ფეხი უნდა რომ კონდეს თუ აშხობს, სინამდვილეში ვიღაცას მოგრეხილი ფეხი უფრო აი მოგრეხილში უფრო მეტი ემოციურობა ეჩვენება. ამიტომ საერთოდ პირობითია ეს ჩვენი სიმბოლური სხეული და შესაბამისად აი ამისი სტანდარტიზაციაც ისეთივე გულუბრყვილო მოლოდინია, რომ მოაგვარებს ჩვენს ხელნაკრავობას, ჩვენს სოციალურ გარიყულობას, როგორც რა ვიცი, ამიტომ მაინც აუცილებელი არის უფრო შიგნით ვიკვლიოთ რა გვტკივა, ვიდრე ის რამ სიმაღლე ვართ, რამ სისქე ვართ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ვიღაცას ფუმფულა ადამიანთან ჩახუტება გვრის სითბოს სიმკვდროვეს. მაგალითად, ხო იგივე ქალის მკერდის ფეტიში, ეს ხო ცხოველებში არ არის, მხოლოდ ადამიანებშია მკერდის ფეტიში. მელანი კლაინი იყო ასეთი ფსიქოანალიტიკოსი, რომელიც საერთოდ ჩვენს პირველ ფსიქოტრაუმას დედის მკერდის დაკარგვას უკავშირებს. ამიტომ ქალების დიდ ნაწილს ეს ფუმფულა მკერდი მეაჩნიათ როგორც წარმატების ერთ-ერთი ის, მაგრამ არის თვით მიწოდების თუ თვით რა ვიცი, მაგრამ ამ დროს უამრავი მამრობითი სქესის წარმომადგენელია, რომელსაც პირიქით დედის ობიექტის უარყოფა უნდა და არ უნდა ეს ესეთი ხო, სხვათა შორის რაღაცა ესეთი კვლევა წავიკითხე რაღაც რომ ისო საბავშვო ბაღში ბავშვები დიდმკერდიან აღზრდელებს უფრო ენდობიანო და მე იქ მიწერილი იყო რომ კაცებიც უფრო ენდობიანო ხო და სინამდვილეში ენდობიან ეს ენდობიან ძალიან საყვარლობა იყო მე მიხალისი ამაზე მაგრამ ხო სიმხუდროვას რაღაც ათმობს ხო მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრი პირიქით კატეგორიულად არ უნდა ეს უარს ამბობს და ურჩევნია ესეთი ანდროგინიული აღნაგობის ქალი ხო ასე რომ ყოველი ჩვენი წარმოდგენა ჩვენი თავის შესახებ არ ნიშნავს სხვის წარმოდგენას ჩვენ შესახებ რა თქმა უნდა არადასტურებს აქედან გამომდინარე მაინც ჯობს რომ თანხმდრაში იყოს ეს გარეგანი და შინაგანი ბალანსი მოვიყვანოთ ერთმანეთთან ანუ მაყურებელს მე ის მინდა უთხრა ამ ჩვენი საუბრიდან ამ ეტაპისათვის რომ ნათიას მიერ მოწოდებული ეს ძალიან კარგი ახსნები ინფორმაცია წიაღწვლები ისტორიული თუ თანამედროვე ერთი რამისკენ მიგვითითებს ყველას ჩვენ
მე თუ მაქვს პრობლემა თქვათ ალკოჰოლის სიტყვაზე, ალკოჰოლში კი არ უნდა ვეძებო პრობლემა და სასმელების ნაირსახეობაში ჩემში უნდა ვეძებო პრობლემა და სწორ გზაზე დავდგე და ცხოვრება გალამაზდება, რაც მოხდა კიდევ ერთხელ ვიტყვი სიამოვნებით, მაგრამ თუ ადამიანს აქვს დაუშვათ დისმორფოფობიული სინდრომი და ეს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამის შესახებ, რომ მას ეს აქვს. და სულ აქვს გამუდმებული სურვილი, რომ სადღაც ავიდეს, რაღაცა შეიცვალოს, ერთ ექიმთან მივიდეს, მეორესთან. პირველ რიგში სად უნდა მივიდეს? ფსიქოთერაპიაზე უნდა მივიდეს. პირველ რიგში უნდა მივიდეს ფსიქოთერაპევტთან. ანუ მე თუ აღმოვაჩინე ჩემ თავში და მაყურებელსაც მინდა ვთხოვო, რომ თუ ხედავთ ამას, პაციენტს ყოველთვის ვეუბნები, რომ ხარ 22 წლის, 23 წლის, 25 თუ 30, მით უმეტეს ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში ნათია. ძალიან ხშირია ეს მიმბაძველობა, წამხედურობა და ხვდები, რომ მე სულ მინდა რომ შევცვალო რაღაცა ჩემ თავში და ვერ ვკმაყოფილდები, აი ამას უნდა ცოტა ხანი ხელი გაუშვა და მეზობელი იქნება ბიძაშვილი თუ მამიდაშვილი ფსიქოლოგთან მივიდე. და ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ ან ხუთჯერ ეს თემა კარგად გადავხარშო და მე შეიძლება სრულიად სხვა რეალობაში აღმოჩნდე. ანუ სწორი ნაბიჯი, ჯანსაღი ნაბიჯი ეს იქნება. ხო, თუ მე ქვეცნობიერში ვძირავ და თვალს ვერ ვუსწორებ ჩემს ტკივილს, იმ სიცარიელეს, რომელიც აი ხვრელია, შავი ხვრელია და ალკოჰოლით უნდა გაავსო, ხო? ან რაღაცით უნდა ამოავსო, გალესო და რაღაცა სხეულებრივი ტკივილი მიაყენო შენ თავს, რომ შეიგრძნო შენი თავი თავიდან, თუ მე მიჭირს ჩავუღრმავდე ამ ჩემ ტკივილის წყაროს და ტრანსფორმაცია შევძლო მისი, ასეთ შემთხვევაში ფსიქოთერაპევტთან თანხლებით იქნებ ჩავახციო აი ამ ლაბირინთში მარტოთულია. ხო და მივხვდე რა მტკივა ამას მივხვდე და შემდეგ უკვე იშევსებული ტუჩიც სრულიად სხვანაირად დავინახო, აბსოლუტურად სხვანაირად. ესთეტიკური ქირურგისაც უფრო კმაყოფილი იქნები შემდეგ და ყოველთვის ვეუბნები ჩემს კოლეგებს და პაციენტებსაც, როდესაც მიდიხარ ექიმთან, აი მიმართვიანობით, რომ თქვათ, აი ექიმო გამარჯობა, მოვედით ჩემს სახეზე, შეხედეთ, რას მე ხშირად წერენ, მეკითხებიან, მოდიან SMS-ებით და რა ვიცი, მე ნებისმიერი საშუალებით ვარ 53 წლის, რას გამიკეთებდით, ჯერ ნანახიც არ მყავს პაციენტი თვალით, მაგრამ ნუ უკვე ნახე რა ხდება, ასაკს გთავაზობს ადამიანი და გონია რომ იმას აქში ყველას რაღაცა უნდა გაუკეთო ან რაღაცა შტამპია. ყველას ვუხსნი რომ აი თქვენ თუ მოხვდით არასწორ სპეციალისტთან და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც ძალიან ბევრია არასწორი სპეციალისტი, რომელიც სრულიად არ უყურებს ნათიას რეალურად შიგნით რა ხდება, რა ემოციით მოვიდა ადამიანი, რა ტკივილს მიზიარებს, რა განცდით მიზის, როგორ მენდობა, არანაირ ემპათიას არ თავს ამ დროს და მოტივირებულია პროცედურის ან ოპერაციის ან რაღაცის კეთებისკენ. აი მან ჩემი აზრით, მოგზაურებული აზრით, ძალიან არასწორ ნაბიჯს დგამს ეს სპეციალისტი. ყოველთვის უნდა შეაფასოს და პაციენტებსაც მიმართავ ყოველთვის, როცა ექიმთან ჯდებით, დააკვირდით რა უნდა იმ ექიმს შენგან, რომ პროცედურა გაგიკეთოს თუ შენ რო კარგად იყო. მაშინ მე მიიღებ გადაწყვეტილებას. ნუ სამწუხაროდ ესე არ ხდება. ხო, მეორე მხრივ როგორი რაღაცა სასოწარკვეთილი და უცნაური და კეთილშობილურიც კი არის თითქოს ხანდახან აი ამ სხეულთან ასეთი ომის გამოხატულებაა რა, რომ სხეული ეს ჩვენი აპარატურა, რომლითაც ჩვენ რომელმაც უნდა გვაცოცხლოს ერთი მხრივ და რომლის პატიმრობაშიც ჩვენ ვართ მისი ორგანოების წესრიგის პატიმრობაში და აი მასთან ესეთი დაპირისპირება ფილოსოფიურად ძალიანაც საინტერესოა, მაგრამ ჩვენ ალბათ სტანდარტულად მაინც გვირჩევნია არატანჯული, არამედ ცხოვრებაში ჰარმონიზირებული ადამიანები. მორგებული, ხო, რომ რაღაც სასიამოვნოთ იყვნენ თვითონაც და სხვებიც მათი. როგორ მოვიპოვოთ რესურსები ჩვენს თავში, რომ ჩვენთვის სიბერე გახდეს სიამოვნების ნაწილი ცხოვრების და არა შფოთვის და წვალების. სად როდის დავიწყოთ ამაზე მუშაობა? ბავშვობიდან უნდა დაგვეწყო, ეხლა შემიძლია ამაზე ვიმუშაო, აი რას ურჩევს ნათია ფანჯიკიძე ადამიანს, რომელიც უკვე უახლოვდება სიბერეს. იცით, ჩვენს ქვეყანაში ყველა რჩევა ცინიკურად გამოიყურება, რადგან ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს ნორმალური ჯანდაცვა, არ აქვს დაზღვევა და ასე შემდეგ და რაღაცნაირად ხანდახან საკუთარ თავზეც ბრაზობ, რომ ვიღაცას რაიმე რჩევა მისცე, სწორებაზე, იმაზე, ამაზე, ხო, აი, სხვათა შორის რა არის, იცით, ხანდახან არის ხოლმე ხუმრობთ რაღაცას და საკმაოდ ისეთი პრიმიტიული ხუმრობებით ხუმარები, კმაყოფილები არიან ხოლმე
და აი მაგალითად ესეთი ხუმრობა ხშირია, რომ ვიღაცაო არ ეწევა, არ სვამს ის, მაგრამ ისე მაინც მოკვდა, მაგრამ გაკვირვებულიო თუ რაღაცა, ხო, სისულელე. ანუ რეალობა რა არის და ამას წინ სხვათა შორის ვიღაცას კომენტარშიც დაუწერე მსგავს ხუმრობაზე, რომ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უკვდავების მოპოვებისთვის კი არ არის, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის თქო, რომ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ის ცხოვრება აღარ არის ცხოვრება, თუ კი ვთქვათ, საკუთარ თავს ხო, ეს არის, რომ რაღაცნაირად რაც უფრო მეტად ფუნქციური ხარ, რაც უფრო მეტად დამოუკიდებელი ხარ, ალბათ ეს არის იდეალი, ხო? და არა ის, რომ შენ უკვდავი იქნები, ახლა თუ არც მოწევ, არც დალევ და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, არა. ცუდად ხვდები მაგას რომ ეუბნებიან, როცა ვეუბნები რომ არ ვსვამ, არ ვეწევი ჯანსაღ ცხოვრებას. მაინც მოკვდები, აი მანდ მე ხო, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით რომ ყველა მოკვდებით, აუცილებლად მოკვდებით, მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ სანამ მომკვდარ ვარ, რაც ჩემს ძალებშია, კაცო, თორე შეიძლება ბევრმა რამემ ლოგინსაც მიგვაჯაჭვოს და იქ კიდე ჰომეოსტასმა სხვანაირად უნდა იმუშაოს და იქ სხვა წონასწორობა, სხვა სულიერი ძალა უნდა ვიპოვოთ და იქაც უნდა საინტერესოდ შევძლოთ ცხოვრება. მაგრამ ეგ უკვე სხვა მდგომარეობა არის, ხო? მაგრამ ჩვენ ხო არ მივილტვით ამ მდგომარეობისკენ პირიქით, თუ კი რაღაცამ შემოპირად გვაქცია, პირიქით მივილტვით, რომ იქ ვიპოვოთ ძალა, ინტერესი და ფუნქციურობა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანიც და ეხლა სხვა მხრივ კიდევ ძალიან ბევრი განსჯა შეიძლება ამაზე, გარდა იმ რჩევებისა, რომ ფიზიკური აქტიურობა, ცოტა სწორი კვება, ცოტა პრევენციული მედიცინა, ის რაც ჩვენს ძალებშია, თორე მეორე მხრივ არის ჩემი უსაყვარლესი მწერალი არის თომას ბენჰარდი, რომლის ერთ წიგნში დაღმამავალი ესეთი ფანტასტიკური დიალოგი არის, შინაგანი დიალოგია, როცა მთავარი გმირი, ესე იგი სამი ალტერ ეგოა ფაქტიურად და ესეთ თეორიას ავითარებს, რომ 51 წლის ასაკის მერეო საერთოდ რა აზრი აქვს ცხოვრებასო, ესო მდაბიური ცნობის მოყვარეობაო, აი ამ მუდმივ რეპეტიციას დალოდება, ეს არის მდაბიური ცნობის მოყვარეობაო, რომ 51 წლის ხო, აი ის არის, ხო, მაგრამ ისევ და ისევ რო კანდინსკის დავესეს, ხო, იმისათვის, რომ ჩვენი სიბერე იყოს მშვენიერი, ჩვენ უნდა ახალი და ჩვენ უნდა დავბრუნოთ პირველად რომ ბავშვობაში მიიღეს შთაბეჭდილება ჭიამაია რომ შენი ხელი დამფრინდებოდა და აღფრთოვანებული იყავი, შენ ისევ უნდა დაბრუნდე ამ ჭიამაიასთან და თავიდან უნდა გაიცნო ხო ეს ყველაფერი. მე ვცდილობ მაგალითად რაღაც ისეთები ვაკეთო პირადად მე რომ ბუნებასთან მიყვარს სიახლოვე და რაღაცა შიგნიდან რაღაცა მეძახის რომ გაიქეცი ამ ქალაქიდან და სულ მაგ თავში რომ როდის მოვადრო რომ მე აქედან წავალ და ვიქნები სრულიად სხვა გარემოში სადაც იქნება 90% ბუნება და 10% სოციალური ასპექტები რა ეს შინაგანად გაჩნდა მუსიკა მიყვარს ვცდილობ რომ რაღაცა დაუკრა იქ ჩოგბურთი მიყვარს ვცდილობ რომ ვითამაშო იმიტომ რომ ნეირონებს რა ჭირდება მუდმივი მოქმედება ხო ნეიროფიზიოლოგიის კუთხით რომ შევხედოთ ამას ისასაც თქვენ აღწერთ ეხლა ხო ნეირონული კავშირების კვლავ აღდგენა არის იმიტომ რომ ტვინი ნეირო რბილია ის მოძრავია იქ აღდგენა შეიძლება ამ ყველაფრის თუ ვიმუშავებთ ამაზე ხო სწორად ჩამოყალიბე მე მგონი ხა ზუსტად ჭარბიწონა და სიგამთე უკიდურესად ჭარბიწონა მე არ ვამბობ ხა რაღაცა განსაკუთრებულ მდგომარეობებზე ან დაბალი მასა სხეულის ხო ორივე არის სოციალური თვალსაზრისით განკითხვის განსჯის ასე ვთქვათ შეფასების სამწუხაროდ შეფასების და არა უბრალოდ მიღების როგორც არის ადამიანი თემა და ეს ურტყამს ადამიანის ფსიქიკას ხო მე თუ მაქვს ჭარბიწონა რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვებრძვი გარე უამრავი ფაქტორია რომლის გამოც მე შეიძლება მიუხედავად იმისა რომ ძალიან მინდა არ გამომდის ეს და მიწევს ამ ჭარბი წონაში ცხოვრება წონაში ვიტყოდი ანუ არ უკიდურესად გამختარი რომელიც ვერ სუქთები როგორ დავიცვა ჩემი ფსიქიკა რატო როგორ შევიყვარო ჩემი თავი ნათიასთან წავიდე ფსიქოლოგთან წავიდე თუ რაღაცა სხვა მეთოდები არსებობს კიდე იმიტომ რომ ეს პრობლემა დღეს მართლაც დგას დავანებოთ თავი წვირი ტუჩი და სახეს აი პირდაპირ ფიზიოლოგიურად ჭარბი წონა ან უკიდურესად გამختარი ადამიანი რომელიც ორივე წვალობს
ხო, ამ შემთხვევაში რაღაც ძალიან შეიძლება სიტყვა გაგვიგრძელდეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს. ჯერ არის აღნაგობის თავისებურებაც, ხო, მოდი ახალგაზრდა ასაკზე ვთქვათ. მოდი აი ვთქვათ 30 წლის ადამიანი. იქ არ არის მეტაბოლური დარღვევა, ენდოკრინული დარღვევა და ასე შემდეგ, ხო? ასეთ შემთხვევაში ჩვენ აქ მთავარი არის, ახლა ჩემი კომპეტენცია პირველ რიგში არის ის, რომ აქ ხომ არა გვაქვს კვებითი აშლილობა, ანორექსიული ან ბულიმიური, ანუ კონტროლუკვებითი შეტევები. ასეთ შემთხვევაში ისევ და ისევ ვუბრუნდებით იმ ტანჯვის წყაროს, იმიტომ რომ რატომ ფუმფულდება ადამიანი, რატომ დიდდება, რომ დაიცვას თითქოს თავი მეტაფორულად, ხო? იმიტომ რომ ესეც არის, რომ სხეული რაღაცას იმარაგებს, როგორც აი აქლემმა უნდა დაიმარაგოს ცხიმი იმისთვის, რომ იცის, რომ უდაბნო აქ გადასალახი, რაღაც თავის შინაგანი უდაბნო უნდა გადალახოს ადამიანმა თითქოს და იმარაგებს აი ამ საფარს ცხიმოვანს, ხო? აი აქ უნდა ჩავიდეთ აუცილებლად. ანორექსიის შემთხვევაში აქ ხალხს გონია ხოლმე, რომ ეს არის მაინც სილამაზესთან კავშირში. სინამდვილეში ეს არის აი მოზარდული ანორექსია, მაინც ძალიან გავრცელებულია, რომელიც შეიძლება მე ამ ანორექსიულ ნევროზში სულაც არ დამკვიდრდეს და გაიფანტოს მოზარდობასთან ერთად, სწორედ აი ამ თავის თავში ჩასახლების ეტაპს რო ადამიანი გადალახავს, მაგრამ თავიდან ამ მოზარდობაში ეს არის ასოწარკვეთილი მცდელობა, რომ აი ის ცვლილება, რომ აი მე რა უნდა ამ კერძს აქ, რა უნდა შეაჩეროს თითქოს ადამიანმა და თითქოს არ გაიზარდოს. იმაში ასტრიდ ლინდგრენის შესანიშნავ ნაწარმოებში პეპიში არის აბებს რო ყლაპავენ პეპი და ტომი და ანიკა ვითომ აბებს, რომ არასდროს არ გაიზარდონ, იმიტომ რომ ბავშვობაში დარჩენ და იყვნენ. აქედან გამომდინარე, აი ეს რაღაც სხეულზე იქაც არის ბევრი ფსიქოლოგიური თეორია, რომ იქაც დედის ობიექტის მიმართ პროტესტი თუ სხვა, ხო? აი ჯერ პირველ რიგში ეს არის დასადგენი. თუ კი უბრალოდ ეს არის ადამიანის აი ესეთი მოცემულობა, რომ აი ეს წონა აქვს და ასე გამოიყურება, ასეთ შემთხვევაში აქ შეიძლება რომ ადამიანს კონდეს თავისი სტილიც და აქციოს ეს თავის არჩევანად და არა იმათ, რომ აი ფანტასტიკური ხო, არა იმათ, რომ მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვიყო ფუმფულა, ან მე სხვა გზა არ მაქვს გარდა იმისა, რომ ვიყო გამხდა. არა, ეს არის ჩემი არჩევანი, ეს არის ჩემი არსებობის ფორმა. და მიყვარს ჩემი თავი ასეთი. აუცილებლად და სხვებსაც ვუყვარ ასეთი. როგორია ქართველი ქალის ფსიქოტიპი? განსხვავდება ის დასავლური, ასე ვთქვათ, წარმომადგენლებისგან ან აღმოსავლური წარმომადგენლობისგან ქალის როგორც ინდივიდის რაღაც სპეციფიკით? თუ დღეს ისე აიზილა მსოფლიო ერთმანეთში, რომ ჩვენი პოპულაციაც აი ამ გლობალიზაციის არ არის თლათ ეს სიტყვა, მაგრამ ამ რაღაცა დიდი გაერთიანების სისტემაში მოვყევით და ის ტრადიციული კულტურალური თავისებურების მატარებელი თუნდაც გაზდა, აღზდა და პატერნებით გაჯერებული ქალი შეიცვალა და მსოფლიო კოსმოპოლიტური ადამიანი ჩამოყალიბდა. თუ მაინც ქართველი ქალი სხვანაირია. გაფრთხილდა კითხვა გამომივიდა, მაგრამ მაინც გაიგო. იცით, დიდი კითხვა იმდენად არა, რამდენადაც მოცულობით პასუხს მოითხოვს და ვერ ჩავეტევით. მაგრამ ძალიან მოკლე პასუხი რო გაგცეთ ამაზე, დიდად ეთნოფსიქოლოგიით არ ვარ გატაცებული, იმიტომ რომ ვთვლი, რომ მაგალითად ვთვლი, რომ ადამიანი ყველგან ერთნაირია ფუნდამენტურად. და შემდეგ, რა თქმა უნდა, კულტუროლოგიური აღქმები, კულტურული სხვაობები, გარკვეული ადათ-წესები კიდევ რაღაცას აყალიბებს, აუცილებლად აყალიბებს. რასაკვირველია, როგორ შეიძლება აზიელი ქალისა და ევროპელი ქალის თუნდაც სხეულთან დამოკიდებულება თითქოს ერთი შეხედვით იყოს ერთი და იგივე, ხო? წესით ევროპელი ქალი თავის სხეულში უფრო კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს, ვიდრე ის ქალი, რომელიც გახლიჩეს თავისი სექსუალობისაგან. მაგრამ მეორე მხრივ რომ ვთქვათ, რომ უფრო ნაკლებად იკეთებენ პლასტიკურ ოპერაციას ევროპელი ქალები, არა. ხო? არ ვიცი. არა, ნუ ზოგიერთ ქვეყანაში არის, მაგრამ ძირითადში არა. ძირითადში არა. ესე იგი, სადღაც მაინც
თითქოს და კულტურული განსხვავების მიუხედავად, მაინც როგორც ჩანს, ქალებს ძირითადად ფუნდამენტურად მაინც ერთი და იგივე პრობლემები უდგათ და მაინც სოციალურ ფენებზე უფრო მეტად არის ვაგით განპირობებული და დაუშვათ აი უფრო ვიწრო კულტურულ, აი ოჯახურ კულტურებამდე დადის ალბათ, ხო? იმიტომ რომ აი ზოგიერთ ოჯახში როგორი აღზრდის პრიორიტეტია. პატარ-პატარა სოციუმებამდე დადის, ანუ უკიდურეს პატარას. მე ესე ვფიქრობ, ხო. გეთახმები. პატარა სარეკლამო ჩართვას გავაკეთებ, ძალიან პატარიკა. და მალე გაგიშვებთ რა. ესე იგი, პოდკასტის სპონსორია აჰავა, ეს არის მკვდარი ზღვის უნიკალური მინერალებით გაჯერებული კანის მოვლის საშუალებები ისრაელიდან. აჰავა გვთავაზობს სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს ქალბატონების და მამაკაცებისათვის. აჰავას თითოეული პროდუქტი გაჯერებულია 20-ზე მეტი უნიკალური მინერალით, რაც უზრუნველყოფს კანისა და თმის განსაკუთრებულ მოვლასა და სიჯანსაღეს. ბრენდი ორიენტირებულია ეფექტურობაზე. ასეთი აჰავა. დღეს ესე იგი, სხეულის მიღების მოძრაობა, ესე ჩამოყალიბდა ესეთი თემები რა მსოფლიოში, რომ აი მე ვარ ისეთი როგორიც ვარ და ჩემთან ღებულობ ისეც როგორიც ვარ არ მინდა არაფრის შეცვლა არ გავიპარსავ ფეხს არ მოვიწესიგებ რა ქვია თმას არ შევიღებავ თმას ეს რა ტენდენციაა ეს რა შენ როგორ აღიქვა მამას ეს ნორმალურია ულტრა რადიკალური მიდგომა ასე ვთქვათ საკუთარი თავის მიმღებლობისაკენ მე ვფიქრობ რომ ყველაფერი ნორმალურია რაც ადამიანს მიანიჭებს თვითრწმენას თუ კმაყოფილებას თუ ყველაფერთან თანახმავარ ასე ვთქვა. ჩემთვის როგორც ფსიქოთერაპევტისთვის უფრო მნიშვნელოვანია რომ ადამიანის ტანჯვა არ იყოს აუტანელი და თუ კი ადამიანი თავთან ჰარმონიაში მოსვლისთვის გადადგამს აი ამ ცნობის მოყარე ნაბიჯებს რომ აბა რა იქნება ვერცხლისფერი თმებით, აბა რა იქნება რატომაც არა. მოსულა მეც გეთახმები აბსოლუტურად, იმიტომ რომ ბევრი რამ მიიცვლება, მთავარია სხვას არ მივაყენოთ ზიანი და საკუთარი თავი არ დავიზიანოთ და თუ ვარ კომფორტულად. იმიტომ რომ ის რაც ბუნებამ მომანიჭა, თუ შემიძლია რომ მოდი იმას დავაკვირდე და წარმოვიდგენ რომ ბუნების მიერ მოტანილი ცვლილება არ არის იმაზე უარესი, ვიდრე პლასტიკურ ქირურგს შეუძლია მომიტანოს, ხო? რატომაც არა, შეიძლება ეს ორი დავტოვოთ დაკვირვების საგნად. შეხედოთ როგორ გამიტანდება. პატარა შოუ გვაქვს ბოლოს ასეთი მითი და რეალობა არის, მოდი უცებ გავიაროთ და მე დავსრულოთ. სრულყოფილი გარეგნობა იდეალური ცხოვრების გარანტია. თუ კი ყველა გარეგნულს გავასწორებ, ბედნიერება და წარმატება გარანტირებული მექნება. მითია თუ რეალობა? მითი, რა თქმა უნდა. პლასტიკური ოპერაცია საუკეთესო და ხანგრძლივი გზაა თვითშეფასების სასამართლებლად. თან ჯერ ერთი იდეალი არ ვიცით რა არის და უკვე საით მივდივართ ის არ ვიცით და მივდივართ. ოკეი. კარგი, პლასტიკური ოპერაცია არის თუ არა გზა საუკეთესო გზა თვითშეფასების ამაღლებისათვის. მე ვფიქრობ რომ პლასტიკური თუ ამართლებს დაუშვათ. თავის პირველ საფუძველში რისთვისაც შეიქმნა და როგორც მუშაობენ დღეს რომ მაგალითად ადამიანებს აღუდგინეს დასახიჩრებული სახის ნაწილი, დაზიანებული სხეულის ნაწილი, ხო და ასე შემდეგ ეს არის ალბათ საუკეთესო რამ, იმიტომ რომ აი ბევრი ვილაპარაკე მე ადამიანზე კი არა ცხოველებსაც კი როგორ ტრავმას აყენებს სხეულზე მიღებულია. ანუ თუკი ეს ემსახურება ადამიანის აღდგენას, ჯანმრთელობის აღდგენას, ჯანმრთელი სიმბოლური თუმცა თვითშეფასების ამაღლება ესთეტიკური თვალსაზრისით ოპერაციების გაკეთებასთან დიდად კავშირს ვერ აკავშირებს. თუ დისმორფიზმია ნული, მაგრამ თუ ეს არის რომ აი ხა ყველაფერი ოკეია, ნორმალურია, მაგრამ თქვათ აი ოდნავ რაღაცა მინდა მქონდეს თვითშეფასებას მოუხდება იქ. ჩემს თვითშეფასებას მოუხდებოდა, კი რატომაც არა, ხო? ჭარბიწონის მქონე ადამიანები ნაკლებად წარმატებულები და უნებისყოფონი არიან კარიერულ და პირად ცხოვრებაში. მითია თუ რეალობა? მე ესეთი კვლევა არ წამიკითხავს, მითია, რა თქმა უნდა. სარკეში ყოველთვის კრიტიკული ყურება მომხიბლელი იყვნენ, მე მგონი ლუჩანო პავაროტი და ბარი უაიტი. ხო, ჩაკეთოლა. აი, როგორ შეიძლება, რომ ჩაკეთ, საიდან გაგახსენდა? მე თან კაცები გამახსენდა, ხედა. ბარი უაიტი. არა, იმიტომ რომ გიშდებოდი ერთსაც და მეორეზეც. კარგი, სარკეში ყოველთვის კრიტიკული ყურება გვეხმარება იმაში, რომ უკეთესები გავხდეთ.
ან მე ვიყურები სარკეში და ყოველთვის ვაკრიტიკებ ჩემ თავს. აუ ეს არ მომწონს, ის არ მომწონს, ეს რამე კაია? მე მგონი არ არის კაია. ანუ მითია თუ რეალობა ეს არის? აუცილებლად მითია, იმიტომ რომ სარკესთან ობსესიური დამოკიდებულება ეს არის ნევროტული დამოკიდებულება და თანაც სარკემ არ შეიძლება ასახოს ობიექტური სინამდვილე. წარმოუდგენელია უბრალოდ, იმიტომ რომ სარკეებსაც აქვს სხვადასხვა ხარისხი. სარკეში ჩვენ ვერ ხედავთ ჩვენი თავის ყველა პოზას. 3D განზომილებას. ვერ ხედავთ და ამავდროულად კიდევ სარკე აირეკლავს ჩვენს ენერგეტიკულ ნაწილსაც და თუ მე დაღლილი ვარ და თავს ცუდად გრძნობ, საშინლად ვხედავ ჩემს თავს და იგივე წონით, იგივე გარეგნობით, იგივე ასაკში დღესვე შეიძლება დილას სახლიდან რომ გავდიოდი, ჩემი თავი ძალიან მომხიბლელი მეჩვენებოდა. ამ დროს აფერი არ შეცვლილა. არაფერი, უბრალოდ უფრო ფრეშ ვიყავი და სვენებული ვიყავი და თუ საკუთარი თავი მოგწონს, ეს ნიშნავს რომ ნარცისი ან ეგოისტი ხარ? არა. თუ მე მომწონს რაღაცა ჩემი ისეთი ისინი ჩამოგიწერიათ რომ უარყოფის გზით წავედი. არა, რა მოხდა მე, დავანგრიეთ მითები. არ ნიშნავს მაგას. საკუთარი თავი უნდა მოგწონდეს აუცილებლად. და მაგრად გიყვარდეს. საერთოდ საკუთარი თავი თუ არ გიყვარს ჯანსაღად, შანსი არ არის ვინმე შეიყვარო. სიტყვა ნარცისიზმიც რაღაცნაირად ესე პოპულარულ მეტყველებაში გავრცელდა როგორც აუცილებლად უარყოფითი და სინამდვილეში? ხო, სინამდვილეში ჯანსაღი ნარცისიზმის გარეშე ადამიანი იქნება დაბალი თვითშეფასების ანუ სამკურნალო. მოხდა. ესე იგი ჯანსაღი ნარცისიზმი ჩვენ გვჭირდება იმისთვის რომ ოდნავი თუ მაინც არ აგავს ასოციალური იქნება ელემენტარულად. ვერ გამოთქვამ ვერაზრო შენს ელემენტარულ აზრს რომ აი წყალი მინდა და დამისხი თუ ვერ იყო იმიტომ რომ შეგეშინდება ამის თქმის და ეხა როგორ შეიძლება ფუნქციონირებისთვის გვჭირდება ჩვენ რომ ადამიანად ყოფნა დავაფასოთ. ნათია, თქვენი მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა. არც მე ვარ თქვენს მიმართ უარყოფითად განწყობილი ბატონო. აი რა გითხრა დადებითი რაღაცა. დავამთავროთ არშიყით. კარგი. ასეთი იყო დღევანდელი ჩვენი ეპიზოდი. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. რა ვიცი, მე მგონი ვიღაცას რაღაცაში ცოტა სადღაც შეიძლება მოხდეს, რაღაცა შეცვალოს, რაღაცა დასკვნები გააკეთოს და ხვალინდელი დღე უკეთესად გააგრძელოს, თუნდაც თქვენს მიერ მოწოდებული ძალიან კარგი რაღაც პატარ-პატარა ესეთი საინტერესო მიმართულებებით. მადლობა წარმატებები. მადლობა თქვენ.